ეს ის მუსიკალური ნომერია, რომელიც 15 წლის ანი ფაცაციამ საერთაშორისო კონკურს ოქროს ხმებზე შეასრულა. მოლდოვეთის დედაქალაქ კიშინიოვში ჩატარებული მუსიკალური კონკურსი ანისთვის პირველი იყო. 12 ქვეყნის 18 მონაწილეს შორის პატარა მომღერალი საუკეთესო ნორჩ შემსრულებლად აღიარეს. ეს არის ის პრიზი, რომელიც მიავიღე მოლდოვეთში ქალაქ კიშინიოვში კონკურსზე ოქროს ხმა. ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ამას არ ველოდებოდი, მე გავხდი კონკურსზე საუკეთესო ნორჩი მომღერალი და ამ პრიზს მოყვა ასევე ეს დიპლომი. ხარდაჭერა ქართველმა კონკურსანტმა პირველ რიგში სოსო პავლიაშვილისგან იგრძნო, რომელიც კონკურსზე ჟიურის თავმჯდომარე იყო. ანი მოლდოვეთში პროდიუსერმა ზვიად შელიამ წაიყვანა, როგორც ზვიადი ამბობს, პატარა მომღერალმა მისი იმედები გაამართლა და ახლა ანისთან დაკავშირებით სხვა გეგმებიც აქვს. გადავწყვიტეთ, რომ წაგვიყვანა ანი ამ ფესტივალზე. ფიქრობ, რომ ანის გამოსვლა წარმატებული იყო, მან ძალიან დიდი გამოცდილება შეიძინა ამ ფესტივალზე. ასევე ძალიან ბევრი მიწვევები მიიღო საერთაშორისო ფესტივალებზე. კონკურსზე ანი ფაცაციას გამოსვლით კმაყოფილია მისი პედაგოგი მაია კაჭკაჭიშვილიც. იგი უკვე 7 თვეა, რაც პატარა მომღერალს ვოკალში ამეცადინებს. თუ ჩავთვლით იმას, რომ იყო პირველად დიდ სცენაზე, ცოტას ნერვიულობდა, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს, მაგრამ მაინც კარგად იმღერა, ვიდეო ჩანაწერებიც მოვისმინე და მე კმაყოფილი ვარ. ეს ის კლიპია, რომლითაც საზოგადოებამ ანი ფაცაცია გაიცნო. გოგონა, რომელიც 3 წლიდან მღერის, უკვე მორიგი კონკურსისთვის ემზადება. ანი რამდენიმე თვეში მაკედონიაში გაემგზავრება.